გამარჯობა. მოგესალმებით ძვირფასო კითხებებო. ამ ვიდეოში გთავაზობთ 2025 წლის ტარო პროგნოზს. ვნახოთ როგორ იქნება თქვენთვის ფინანსური მდგომარეობა, როგორ იქნება თქვენთვის სასიყვარულო ურთიერთობები, ზოგადი ფონი და ტაროს რჩევა. Moდი აქეთ გამოიწე აქეთ გავიჩი ფინანსურად თქვენ შეიძლება მოგეცეთ ახალი იდეა, რაღაცა ახალი აზრი გაგიჩნდეთ, რითაც მოგეცემათ სურვილი, რომ დაიწყოთ რაღაცა ახალი საქმიანობა, თუმცა ეს იქნება ძალიან პირველადი ჩანასახი იმისა, თუ რა შეიძლება რომ გააკეთოთ და შესაძლებელია ეს საქმიანობა იყოს დაკავშირებული თქვენს ბავშვობასთან, ბავშვობის ემოციებთან, ბავშვობის განცდებთან, ანუ ბიზნესი იყოს და საქმიანობა დაკავშირებული ახალგაზრდებთან, თინეიჯერებთან, ბავშვებთან, რაღაცა ემოციებთან, რომელიც უკავშირდება ან თავად თქვენ ბავშვობას, ან ზოგადად ბავშვურ ემოციებს აღვიძებს, ბავშვურ ემოციებს იწვევს, ან განავითარებს, დადებითად მოქმედებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე. შესაძლებელია აი ასეთ საქმეში ჩადოთ ინვესტიცია, დაიწყოთ საქმიანობა, ანქოდეთ რაღაცა ახალი იდეა აი ამ მიმართულებით და კარგი იქნება აი ამ იდეას, ამ თქვენი იდეის ჩანასახს თუ განავითარებთ, დააფიქსირებთ და მოიფიქრებთ, როგორ შეიძლება განვითარდეს. ეს იქნება ჯერ ძალიან დასაწყისი, პირველადი ნაბიჯები, პირველადი baby steps, ძალიან იდეის დონეზე იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ თქვენ თუ აი ამ ყველაფერს მოინდომებთ, რასაკვირველია, შეიძლება ეს ყველაფერი რეალობათაც იქცეს. ეს უკვე თქვენზე არის დამოკიდებული. კირშებებისათვის თითქოს სიყვარულში რაღაც მთავრდება, რაღაც ერთი ეტაპი დამთავრდა თქვენ სასიყვარულო ცხოვრებაში. რაც არ იყო მარტივი, ეს არ არის მარტივი დამთავრება, ეს არის რაღაც ის დიდი დასასრული, რაც ასოცირდებოდა ტკივილთან, ნეგატივთან, უარყოფითთან და შეიძლება ეს არ იყოს ახლა თქვენთვის მარტივი, მაგრამ გილოცავთ თუ ასეთი ეტაპი გაიარეთ ან გადიხართ თქვენ ცხოვრებაში, ეს მხოლოდ ნიშნავს იმას, რომ რაღაც ახალი უნდა დაიწყოს და კარტი სწორედ ამას გვეუბნება, მას შემდეგ, რაც თქვენ დაასრულებთ ერთ ამბავს, ერთ ისტორიას თქვენს პირად ცხოვრებაში, ძალიან სწრაფად შემოქროლდება ადამიანი, ეს იქნება ძალიან ენერგიული, ძალიან მომხიბვლელი, ქარიზმატული, აქტიური პიროვნება, რომელიც ესე უცბად მოხიბლავთ, თაფროს დაგახვევთ, ცეცხლს დაანთებს თქვენ ცხოვრებაში. როგორ განვითარდება მოვლენების საიწავა ეს ურთიერთობა, ამას დრო გაჩვენებს და სიტუაცია გაჩვენებს და ამას თქვენ თავად გადაწყვეტავთ, მაგრამ ასეთი ადამიანი ნამდვილად გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში. და თქვენ აი ამ ასეთი ადამიანის შემოჭრის შემდეგ უნდა ჩაუფიქრდეთ თქვენ თავს, თქვენში არსებულ შეგრძნებებს, ფიქრებს და თავად მიიღოთ გადაწყვეტილება ეს რა ემოციებს აღწევს თქვენში, საით მიდის ეს ურთიერთობა, რეალურად გაბედნიერებთ თუ არა ასეთი ურთიერთობა და თქვენშია ყველა კითხვაზე პასუხი არის თქვენში. თქვენში უნდა დაინახოთ ნაპერწკალი, რომელიც ამ ადამიანმა აანთო, ეს რამდენად დიდი ნაპერწკალია და რამდენად აქვს პოტენციალი, რომ რაღაც დიდად გადაიქცეს. მოკლედ ასეთი ადამიანის შემოჭრა გარანტირებულია მას შემდეგ, რაც თქვენ დაასრულებთ წარსულის მტკივნეულ, როგორც წესი, არც ისე მარტივ ურთიერთობას, რაღაცა ტოქსიკურს, რაღაცა მძიმეს დაასრულებთ და ხო უნდა გაითავისოთ, რომ რაც დასატოვებელია უნდა დარჩეს წარსულში და შემდეგ უკვე განიწყოთ მომავლისთვის. რაც შეეხება ზოგად ფონს, ძალიან კარგად ხართ მატერიალურად თქვენ კომფორტულად ცხოვრობთ, ხარისხიანად ცხოვრობთ, ყველაფერი გაქვთ, რაც არის კომფორტული, გემრიელი ცხოვრებისათვის საჭირო.
თქვენ ტკბებით, თქვენს მიერ გამომუშავებული ან თქვენი ოჯახის მიერ გამომუშავებული სიკეთეებით, ან იმ მატერიალური კეთილდღეობით, რომელიც მამაკაცის ხაზით გადმოგეცათ, თუმცა ამაში თქვენი ძალისხმევაც ნამდვილად არის ჩადებული, თქვენ თავადაც გაქვთ ნაშრომი, მაგრამ აი შესაძლებელია თქვენ ძირითადად უყურებდეთ ამ გაშლას მამაკაცები, ან ხო, აი ეს ძალიან ძლიერად იგრძნობთ თავს ამ წელს, ანუ პიროვნულადაც ძლიერად იქნებით, მატერიალურადაც ძლიერად იქნებით, თქვენ გადაწყვეტილებებს თქვენ თავად მიიღებთ თქვენ ცხოვრებაში და თუ თქვენ ასეთი ტიპი არ ხართ, ძალიან კარგი იქნება თუ გამოიჩენთ ძალიან ძლიერი ადამიანის თვისებებს, იმპერატორის თვისებებს თუ გამოიჩენთ, ეს იქნება ძალიან კარგი და სიკეთის მომტანი თქვენთვის, როგორც მატერიალურად, ასევე ყველა სხვა კუთხით თქვენ ან ძალიან გაძლიერდებით თქვენ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების შედეგად, ან თქვენ თავში უნდა ნახოთ ძალა და თქვენ თავად უნდა გააძლიეროთ, მოუხმოთ თქვენს თავს, შემოუძახოთ თქვენ თავს და ესე თქვენი ყველა ადამიანში არსებობს ხო რაღაც პოტენციალი და თქვენშიც არსებობს ეს პოტენციალი, რომ თქვენ იყოთ იმპერატორი, თქვენი ცხოვრების შემოქმედი, თქვენი ცხოვრება ისე განავითაროთ, ისე წარუძღვეთ თქვენ ცხოვრებას, როგორც თქვენ თავად გნებავთ, თავარია აი ეს გაითავისოთ, ხო? გისურვებთ წარმატება